მოგესალმებით რადიო ძვირფასო რადიო მსმენელებო ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ დღეს ჩვენი სტუმარია ცოტნე მარღია ანალიტიკოსი რომელთანაც ვილაპარაკებთ მიმდინარე პროცესზე როგორც საერთაშორისო მასშტაბით ასევე ჩვენს როგორ არის ეს ყველაფერი არეკლილი ჩვენს ადგილობრივ შიდა პოლიტიკურ პროცესში. ძალიან წლის ბოლო და მიწურული აღმოჩნდა ძალიან ისეთი დრამატული, როდესაც ჩვენ ერთი მეორის მიყოლებით ვისმენთ გარკვეულ აღიარებებს, ხო? აღიარებებს ვისმენთ, რაც გარკვეულწილად განვლო 4 წლიან პერიოდს როდესაც დაიწყო პირველად ლაპარაკი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, რომ ეს არ არის უბრალოდ უკრაინაზე თავდასხმა ან რაღაცა მორიგი ტერიტორიის ანექსია, არამედ ეს არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიო წესრიგის მიმართ და მთლიანი უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლა, ეს დღეს უკვე იძენს გამოკვეთილ კონტურებს. ეს უკვე გასაგებია, უკვე ხდება აღიარება ძირითადი მოთამაშეების მხრიდან, რომ ეს დამთავრდა. 2025 წელი ჩვენ შეიძლება მთლიანად მივიჩნიოთ მე-20 საუკუნის რეალურ დასასრულად, ხო? მე-20 საუკუნემ ჩვენ მოგცა ორი მსოფლიო ომი, ჩვენ მოგცა ცივი ომი, რომელიც ასევე გლობალური მასშტაბის იყო და შეიძლება ეს მესამე მსოფლიო ომის სტატუსიც კი მიეცეს უბრალოდ არაცხელი ფორმით და ჩვენ მოგცა პოსტცივი ომისეული პერიოდი, იმიტომ რომ ძირითადი მოთამაშე ერთ-ერთი ამ ორი პოლუსთან საბჭოთა კავშირმა გაქრა და შეწყვიტა არსებობა და ჩვენ მივიღეთ ერთი პოლუსის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია, რომელმაც შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, დოლარის ჰეგემონია და ბუნებრივია მისი ოპონენტის დამარცხების შემდეგ პრაქტიკულად ჩვენ ვიცხოვრეთ უნიპოლარულ პერიოდში. 2022 წელს ლაპარაკი დაიწყო, ეს დაინგრა, იმიტომ რომ სხვადასხვა შეხვედრები, ჩინეთის მონაწილეობა, ბრიქსის ქვეყნების იძახდნენ, რომ გადანაწილება არასამართლიანია და 2025 წლის ბოლოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის თავზე მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ არაერთ ნაბიჯს ამერიკის მიერ უკრაინის ომისგან გამიჯვნა, მასზე ზეწოლა, ომის ცხელი ფაზის დასრულებისკენ მოწოდებები და ჩვენ ახლა ვხედავთ USAID-ის დახურვა რბილძალაზე, უარის თქმა იმ სტრუქტურაზე, რომელიც აცლეულების განმავლობაში იქნებოდა და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს ღია აღიარებით ახალი ამერიკული დოქტრინით ყველაფერი ეს არის უარყოფილი და ვიღებთ გარკვეულ ნაზავს, ხო, სხვადასხვა დროის დოქტრინების, თუმცა არსებულ 21 საუკუნეში უკვე სრულიად სხვა შეფერილობას იძლევის და არავინ არ იცის საბოლოო ჯამში რა ფორმას კონკრეტიკას რას მიიღებს, ხო, რა დამოკიდებულება ექნება მას ჩინეთთან, სხვა მოთამაშეებთან და ჩვენ ახლა ვცხოვრობთ აი სწორედ ამ ახალი რეალობის გამოძერწვის ფაზაში, მაგრამ ის რომ ძველი დამთავრდა, ეს ცალსახაა, ძველის რყევა, ამ პოსტცივი ომისეული პერიოდის რყევა დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ალბათ 85 წელი შეიძლება ავიღოთ ნიშნულად, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო პერესტროიკა და განსხვავებული გახდა დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის და პრაქტიკულად ეს არის ზუსტად 40 წლიანი პერიოდი, როდესაც დღეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ომის ფაზა დასრულდა და იწყება რაღაცა ახალი. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი გაზავებულია სხვადასხვა პროცესით, ამერიკაში ემიგრაციის პრობლემით, იგივე ახასიათებს ევროპასაც, სხვადასხვა ხელისუფლებებით, მათ შორის წინააღმდეგობებით, რომელსაც გააჩნია ღირებულებითი, უსაფრთხოების და ეკონომიკური განზომილებები. ამ კონტექსტში ჩანს ხოლმე ერთგვარი რაღაცა მემარცხენე მიმართულებებიც, რომ თითქოს თავი იჩინა ამ პოლიტიკამაც, ხო? შენ როგორ უყურებ აი ამ პროცესს? მე მგონია, რომ ეს არის ნამდვილად აი მე-20 საუკუნის საბოლოო დასასრული. ჩვენ ხანმოკლე მე-20 საუკუნე კი არ მივიღეთ, რომელსაც აღწერენ ხოლმე, რომ ეს იწყება პირველი მსოფლიო ომიდან რაღაცა 90-იან წლებამდე და თითქოს შემდეგ დაიწყო 21-ე. ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ეს 20 საუკუნე აღმოჩნდა რეალურად ბევრად ხანგრძლივი და მხოლოდ აი წელს შეიძლება იყოს დასრულებული, ანუ როდესაც გავაკიდე 30-40 წელი და მე-21 საუკუნის შუაში ვიქნებით, გარკვეულწილად აი ეს 20-იანი წლები შეიძლება იქცეს ნამდვილ ათვლის წერტილად იმ 21 საუკუნის. როგორ უყურებ შენ? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის.
დავიწყოთ იქიდან, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით იმ შეფასებაში, რომ პრინციპში ხო მე-20 საუკუნე 100 წელზე დიდხანს გაგრძელდა, ასე შეიძლება ითქვას, უბრალოდ ის პროცესები, რაც ეხლა უკვე ღიად გამოჩნდა, არსებობს კატეგორია ხალხისა, ვინც მაინც ჯიუტად თვალს ხუჭავს ამ ყველაფერს და არ იმჩნევს იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც უკვე მსოფლიო დგას, თუმცა ეს უკვე ფაქტია, ეხლა ვისაც თვალები აქვს ნახოს და ვისაც ყური აქვს ისმინოს, ხო, ამას არ საუბრობს არც დავუშვათ რაღაცა განკონკრეტული ჯგუფი ადამიანებისა, რომელშიც მათ შორის ჩვენც ვიყავით თავის დროს 2022 წელს, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, არ საუბრობენ არც რუსები, ხოლო და პუტინი და რაღაცა ვიღაც რუსი ჟურნალისტები თუ ექსპერტები, არამედ საუბრობენ თეთრი სახლიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საუბრობენ პეკინიდან, საუბრობენ დელიდან, სადაც გუშინ წინ პუტინი იმყოფებოდა ვიზიტით და ძალიან საინტერესო განცხადებები გაკეთდა და ამას საუბრობს პირველ რიგში ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, სადაც რადიკალურად შეცვლილია მიდგომები. 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული უსაფრთხოების სტრატეგიას თუ შევადარებთ, მივხვდებით, რომ ამერიკული პოლიტიკა, ამერიკის ხედვები, გეოპოლიტიკური მიზნები და სტრატეგია აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო, ხო? ყოველ შემთხვევაში საკვანძო საკითხი ახალ სტრატეგიაში ეს არ არის რუსეთის შეკავება, ასე ვთქვათ, პირიქით, მთელი აქცენტები გადატანილია დასავლეთ ნახევარსფეროზე და ამერიკის შეერთებული შტატების ზიგამაგრებაზე და რაც მთავარია ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევაზე. რამ გამოიწვია ეს და რატომ აღმოჩნდა ისე რომ დაუშვათ უკრაინის ომი, რასაც ჩვენ თავის დროზე ვამბობდით, ომი უკრაინაში აღმოჩნდა გარდამტეხი, ესე ღიად როგორ ჩანს, აღმოჩნდა გარდამტეხი იმისთვის რომ ეს ერთპოლუსიანი სამყარო, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეიქმნა და ჩვენ გვახსოვს სპუტინის ცნობილი ფრაზა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, ხო? ეს შეიძლება უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა, ხო? ეს შეიძლება ერთი მხრივ გაგებული იქნას იმად რომ რაღაცა რუსები მისტირიან თავის საკუთარ იმპერიას, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ამას სხვა დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? პოლიტიკური მნიშვნელობა ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად საბჭოთა კავშირის დანგრევით ხდება მსოფლიო ერთპოლუსიანი, ხო? მანამდე ცივი ომის პერიოდი არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევამ შექმნა ერთპოლუსიანი სამყარო, რომელიც დღეს ინგრევა და პრინციპში უკვე დაინგრა, ხო? უკრაინის ომი და უკრაინაში რუსეთის შეჭრა ეს გახდა მაპროვოცირებელი იმ პროცესებისა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც უნდა დაწყებულიყო. უბრალოდ აქ თავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში ამ ერთპოლუსიანი სამყაროს გრევისა, კი უშუალოდ, რუსები ამას აკეთებენ ფიზიკურად ფრონტის ხაზზე, თუმცა თავარი ფაქტორი არის ჩინეთი, რომელიც იმდენად მოძლიერდა, იმხელა ესე იგი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს სოფლიო ეკონომიკას, ჩინეთის ეკონომიკას იმდენად ესე იგი ფართოდ გავიდა სოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, სოფლიოს ყველა კონტინენტზე, მათ შორის ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ხო? იმხელა მასშტაბებს მიაღწია ჩინეთის ეკონომიკამ და სურვილმა ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ისინი ხედავენ, რომ დაუშვათ მათ შესწევთ იმის ძალა, რომ ამერიკული ჰეგემონია, მსოფლიო ჰეგემონია დააბალანსონ და ჯერ ეს ძალა შეწევთ ეს ერთი და მეორე ერთი მათი განვითარებისთვის ეს აუცილებელია, ხო? ის ეკონომიკურად რო ავიღოთ ის ბაზრები, ის პოლიტიკური გავლენები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნდა, ბავშვად თელ მსოფლიოში, ხო? ეს იმისთვის, რომ ჩინეთმა შეძლოს საკუთარი ჰეგემონიის გაძლიერება, აუცილებელია, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ამერიკული გავლენები შეასუსტოს, გავიდეს და ჩაანაცვლოს ჩინურმა გავლენებმა. შესაბამისად, იმის თქვა მინდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ჩინური ინტერესები და ჩინეთის ინტერესი არის ყველაზე მთავარი აი ამ ერთპოლუსიანი სამყაროს გრევის პროცესში. სწორედ ამიტომ, ხო, არაერთხელ მეც მithქვამს და ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ახალი მიდგომა და ხედვა, ტრამპი რატომ ცდილობს სასწრაფოდ ურთიერთობის დაალაგებას რუსეთთან, ხო? თავის დროზე დაუშვათ აი რუსეთთან იგივე კონფრონტაციის დაპირისპირების თავარი მიზეზი რა არის? მარტივად რომ აქვს და თავარი მიზეზი არის წვდომა იმ იაფ რესურსებზე, რომელიც რუსეთს აქვს, ხო? იაფ და ურიცხვ, რა ვიცი. თითქმის ყველაფერი არის, რაც ალბათ დედამიწაზე მოიპოვა რუსეთის იმხელა შესაბამისად არ არის გასაკვირი. ხო, აქედან გამომდინარე სურვილი აი ამ რესურსების დაუფლებისა, ხო? ეს რესურსების დაუფლება მარტივად რო აქვს ადრისთვის არის საჭირო. იაფი რესურსი ნიშნავს იაფ წარმოებას, იაფი წარმოება ნიშნავს შენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და პრინციპში ეს თანამედროვე ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი
ფაქტორია იმისა თუ რამდენად ახერხებს შენ ინდუსტრიას დას, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე დეინდუსტრიალიზაციის მიზეზი რა იყო, ხო? თავის დროზე დაუშვათ იგივე ჩინეთში საწარმოების გადატანა და ასე შემდეგ, ხო? იმდენად გაძვირდა შიგნით წარმოება და იმდენად იაფი იყო დაუშვათ ჩინეთში საწარმოს გადმოტანა და იქ წარმოება, ხო? ეს თავისთავად იქ ადგილობრივ რაღაცა ბიზნესმენს, რომელიც რაღაცა წარმოებას აკეთებდა და ფლობდა, მისთვის აუცილებლად მუნგებიანი იყო აი ამ საწარმოს ჩინეთში გადატანა და იქ წარმოება, იმიტომ რომ ბევრად დიდ მოგებას ნახულობდა, ხო? ხო და აი ეს ძირითადად რითი ხდებოდა, ხო? და რითი ხდება დაუშვათ ინდოეთის ეს რაღაცა არნახული ეკონომიკური ზრდა. ზუსტად დაუშვათ აი ამ იაფი რუსული იაფ ოღონდ მე მგონი აქ უნდა თქვათ ერთი რამ, რომ როცა ეს პროცესი დაიწყო, ჩვენ გვახსოვს, ახლა კარგი ხანი აღარ გამოიყენება ეს ტერმინი გლობალიზაცია. გახსოვს იყო გლობალიზაციის საფრთხე რას მოიტანს და ეს რეალიზებული პროექტია. გლობალიზაცია მოხდა და შედგა. პირველ რიგში ამას გააჩნდა ეკონომიკური განზომილება. მას შემდეგ რაც სამყარო გახდა უნიპოლარული, ანუ მხოლოდ ამერიკა აღმოჩნდა ამ წესრიგში, მან ეს თავისი პოლიტიკური წესრიგი, თავისი ჰეგემონია სიძლიერე ბუნებრივად დააკონვერტირა ამ გლობალურ წესრიგში. ანუ ყველა თამაშობს იმ წესით, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა. შესაბამისად, ამერიკული კომპანიებისთვის და კორპორაციებისთვის უკვე აღარ არის თავისი რაღაცა მხოლოდ შტატები, ესე ვთქვათ, ცნობილი გავლენის სფეროები, მათ შეუძლიათ თავისი შესაძლებლობა გაზარდონ ეს მასშტაბში და ჩვენ მივიღეთ ამ ხრივ წმინდა ფინანსური ეკონომიკური განზომილებით სოფლიო იმპერია. ხო, მას შეუძლია ყველგან შეიტანოს კაპიტალი და მას აწყობს ის წესრიგი იმ ღირებულებებზე, იმ ფასეულობებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც არის ამერიკაში, რაც წარმოადგენს 60-ს და ყოველთვის წარმოადგენდა და ამ დიდი კაპიტალისტვის, ხო ესეა? და ბუნებრივია სხვაგანაც გადავიდა. უბრალოდ ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ ერთი ის, რომ ყოფილმა იმპერიებმა თავი იგრძნეს წაგებულ მდგომარეობაში დაჩეკრებად, პირველ რიგში რუსეთმა, რომელიც არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და მოხდა მეორეს მხრივ აი ამ ძველმა კოლონიებმა, როგორც არის ინდოეთი, იგივე ჩინეთი, რომელსაც მიიღეს ეს კაპიტალი და თვითონაც ესე ვთქვათ, მიიღეს ის ცოდნა, როგორ უნდა შექმნან ეს დოლარი, მათ არა მარტო შექმნეს პროდუქტი დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ თავისთვისაც მიიღეს ტექნოლოგია, ეს ყველაფერი თვითონაც გაითავისეს და შექმნეს უშველებელი წარმოება და იმ პირობებში, როცა მათი სივრცე, ტერიტორია, წვდომა წიაღისეულზე, კრიტიკულ მინერალებზე, ადამიანური რესურსი არის კონკურენტუნარიანი, მათ არათუ ეს ყველაფერი აითვისეს, არამედ გაასწრეს კიდევაც იმ ძველ მეტროპოლიებს, სადაც დარჩა მხოლოდ სერვისი, დარჩა ფინანსური ინტერესი, ცენტრი და უბრალოდ მართვის სათავეები. და ერთჩვენად დღესაც ამერიკამ აღმოაჩინა, რომ ის მართავს რაღაც გლობალურ სივრცეს, მაგრამ ეს ინდუსტრიული შესაძლებლობები უკვე სრულიად სხვაგან მდებარეობს. ხო ეს ანუ ამ პირობებში მიიღწა ეს ყველაფერი. დიდი სურათში მათ ნახა ალიანსი, ანუ ჩინეთი, რომელიც აწარმოებს სოფლიო პროდუქციის დიდ ნაწილს, ამას აწვის ევროპის მაღალღირებულ ბაზარს, ევროპის ბაზარი, რომელსაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო იაფენ ენერგიას აძლევს რუსეთი, ხო? მან ნახა, რომ ის უბრალოდ ამ სქემაში, უბრალოდ აღარ ეწერება ერთი ჩვეულებრივი რაღაცა ზომის ქვეყანა არის, რომელიც მოსახლეობაც 9 მილიარდსაც არ აღწევს და ამ დროს აქ ლაპარაკი არის რამდენიმე მილიარდიან ეკონომიკურ ჯაჭვს და ციკლს. ანუ ამ ხრივ მისთვის გეოპოლიტიკურად ის ომი რაც ახლა მიმდინარეობს იყო უბრალოდ მისწრება. იმიტომ რომ ამან დაანგრია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, ამან მოშალა ეს ალიანსი და ჩინეთმა დაინახა რომ მისი ბაზრებიც ესე არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ამან ეს ყველაფერი უბრალოდ ამოყირადა. დღეს ამიტომაც ლაპარაკია რომ თითქოს რუსეთი არის აგრესორი, მაგრამ თუ და გავაწლები და ამას შედეგობრივად გაზომავენ, ზუსტად იგივე მოხდება. მეორე მსოფლიო ომმა შეიძლება ეს ბევრმა აღარ იცის, ან აღარ ახსოვს, ან არც არასდროს არ უსწავლია ზოგიერთს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ზუსტად ესე განაპირობა ამერიკის ჰეგემონია იმ ფისკალური თვალსაზრისით, მაშინ შეიქმნა 1954 წლიდან მსოფლიო ბანკი, მაშინ შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციის და განვითარების ფონდი და მაშინ დაწესდა დოლარი როგორც უნივერსალურ გაცვლის საშუალებად და მიება ოქროს, ხო? ეს იყო და ამან განაპირობა შემდეგი 80 წელი. დღეს ამ სისტემის ნგრევა, სადაც ამერიკა არის წამგებიან პოზიციაში, მომგებიანი ამერიკისთვის, იმიტომ რომ ახალ მსოფლიო წესრიგში მან უნდა ისევ თავის სიძლიერე გამოკვეთოს. ამიტომ ინტერესი აქვს კაფეოა და აი ამ ხელა ინტერესი როცა აქვს ამ ხელა ქვეყანას და რომელიც
პირველობისთვის ბუდმივად იბრძვის და ამას არც დათმობს, ბუნებრივია, რომ აქვე ძალიან პატარა ჩანს ის კონფლიქტი, რომელიც ახლა სადღაც მიმდინარეობს. ანუ ის რაც აკლია ჩვენ მოსახლეობას, ცოდნა და მასშტაბის დანახვა არის სწორედ ეს, რომ აქედან უნდა შეხედოს. ანუ, როდესაც დღეს კითხულობენ აქ დოქტრინას, ამას ზომავენ საკუთარი რაღაც გადასახედიდან, რაღაც რუსთაველის გამზირის ნახევარი ტროტუარის სამხრეთ არსებული ტროტუარიდან დანახული. ზოგიერთ საერთოდ ბრიუსელიდან უყურებს ამ პროცესს, იმიტომ რომ იქ უთხრეს, რომ აი ესე ცივილიზაცია სწორედ აქ იჭედება. და გლობალური პოლიტიკა სულად სხვა არის, სულად მასშტაბურია და ჩვენ ხედავთ, რომ ის ომი, რომელიც თქვა ხელი შეუწყო ამერიკამ ბიძგებას, გაჩაღებას სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს, დღეს ეს სრულად უტიფრად, სრულად უპრობლემოდ გამოაცხადეს დამარცხებულად, ეს ყველაფერი სხვა სიტყვებშია ნათქვამი, მაგრამ შინაარსი სწორედ ეს არის. ამერიკა გავიდა უკრაინიდან, ეს დაუტოვა ეს ყველაფერი რუსეთს, ის ამას ძალით აიღებს, სამშვიდობო შეთანხმებით აიღებს, თუ როგორ აიღებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ჩვენ ხედავთ ევროპას, რომელიც ახლა იძულებულია, რომ ან და გაყვეს ამერიკულ პოლიტიკას, პრაქტიკულად იყიდოს მისი ძვირი ელექტროენერგია კი არა მხოლოდ არამედ რესურსი, ენერგეტიკული რესურსი, გაზი პირველ რიგში, მე ამ გასწვავს და თქმა ელექტროენერგიასაც იღებს, ან მან უნდა გამონახოს თავის საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავის პოლიტიკის წარმოება. თან დაიცვას უკრაინა, მიაწოდოს იარაღი, რომელიც არ აქვს, მიაწოდოს ფული, რომელიც ასევე არ აქვს. და რაღაცნაირად შეინარჩუნოს ის არქიტექტურა და ის სოფხედველობა, რომელიც გუშინ იყო და დღეს აღარ არსებობს. ამის აღიარების და გაცნობიერების პროცესში ვართ ახლა და ბუნებრივია აქ დიდი დოზით არის წარმოქმნილი ეს უარყოფა. ანუ შენ ფიქრობ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს რაიმე თავისი ფესვი გააჩნია თუ ეს უბრალოდ არის ანარეკლი იმ სოფლიოში მიმდინარე პროცესის, რომელიც ახლა შევეცადეთ, რომ ორ სიტყვაში დაგვეხასოთ. კი ბატონო, მოდით პირველ რიგში აი ეს ზუსტად აი ამერიკული დასავლური პოლიტიკის შედეგი ხო, საბოლოო ჯამში ჩვენ რასაც ხედავთ დღეს უკრაინას რა იჭირს, ეს არის იმ ავანტურის შედეგი, რაც თავის დროზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა გამოგჩეს დიდმა ბრიტანეთმა წამოიწყო ჩვენ გვახსოვს ეს ცნობილი აღიარებები არახამიასი და სხვების, როგორ ჩადის იქ ბორი ჯონსონი თავის პრემიერობის წლებში და როგორ მოლაპარაკებების მიღწევის ნაცვლად როგორ მოუწოდებს ზელენსკის მაშინ და ნუ პრინციპში დღევანდელ ხელისუფლებას უკრაინის რომ ეს მოლაპარაკებები არ უნდა შედგეს და უკრაინელებმა უნდა იომონ და ამაში ბრიტანელები გვერდში ბოლომდე დაუდგებიან, ხო? ჩვენ გვახსოვს და ხედავთ დღეს თუ რა მდგომარეობაში არის უკრაინა და ზელენსკის მთავრობაც, ხო? ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ამ ყველაფერს უყურებთ, უნდა დავაკვირდით იმ ცინიკურ დამოკიდებულებას, ეხლა მე ზელენსკის დიდი წარმოდგენის არ ვარ, უბრალოდ აი გული ჩემთქვა უკრაინელ ხალხზე და აი როგორც ზელენსკის ექცევა, მათ შორის ტრამპი, მათ შორის რაღაცა დღევანდელი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა, როგორ ჩანს ეს რომ თითქოს ისინი არაფერ შუაში არ არიან, გავიგე რომ ტრამპი არ იყო მაშინ პრეზიდენტი და იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და შეიძლება ტრამპს განსხვავებული ხედვები ჰქონდეს და საერთოდ მართლა ტრამპი რო ყოფილიყო პრეზიდენტი არ დაწყებულიყო ეს სამხედრო დაპირისპირება უკრაინაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ტრამპი საუბრობს რაღაც 300 მილიარდ დოლარზე, რომელიც ამერიკამ გახარჯა უკრაინელების დასახმარებლად, ხო? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ამ ომის აპროვოცირებელი იყო სწორედ დასავლეთი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და თუ რაღაცა 300 მილიარდი დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, უკრაინას ეს დაუჯდა მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე, დაუჯდა საკუთარი ტერიტორიების 20%-ზე მეტად და ჯერ კიდევ არ ვიცით ხვალდაზე როგორ შეიძლება იქ პროცესები განვითარდეს. შესაბამისად ეს ცინიკური დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც არის დამარცხებული, გაბანკროტებული და რა ვიცი, სახელმწიფოებრიობის გაქრობის წინაშე მდგარი და ეს არის მათი პოლიტიკა, მათი ქმედება დიდი ბრიტანეთი ზოგადად თავისი ისტორიის ძალიან დიდარი საინტერესო ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა მსგავს როლში, როგორც ის იყო უკრაინაში და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გადმოვერთებით საქართველოში მიმდინარე პროცესები, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა იმ ახალმა დღიწესრიგი, ანუ ძველი სოფლიოს დანგრევის პროცესმა და ახალი სოფლიოს შექმნის პროცესმა ჩვენს ხელისუფლებას მისცა იმის საშუალება, რომ ასე ვთქვათ, იმ დიქოტომიიდან გამოსულიყო, რასაც მას თავაზობდა აქამდე დასავლეთი, მათ შორის ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მეტნაკლებად ხელისუფლება ცდილობს და მეტნაკლებად ახერხებს იმას, რომ რაღაცა საკუთარი სუვერენული პოლიტიკა შექმნას. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?
ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ჭალში პროდასავლელი ექსპერტის პოსტის შემხვდა, არ მინდა სახელი და გვარი თქვა, ეხლა სადაც ის საუბრობდა, რომ აი დრო არისო, რომ ჩვენ ეხლა ეს ჩვენი რაღაცა ზღაპრებში დანახული იდეალური სამყარო, სადაც რაღაცა იდეოლოგიები დასრულდა და ამერიკული და დასავლური ჰეგემონია სამუდამოდ დამყარდა მთელს დედამიწაზე, ხო? აი ეს დავივიწყოთო და დრო ჩვენს ლექსიკაშიო, ჩვენს საუბარშიო, ჩვენს საზღვაო აპარატში დავაბრუნოთ ისეთი ცნებები, როგორც არის დაუშვათ ეროვნული ინტერესი, ხო? აი ეს მიუთითებს, ეს არის კიდევ პრინციპში სიმართლე ითქვას, აი იმ ხალხს შორის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, ვინც ამას ხვდება მაინც, რომ მართლა ის იმ რაღაცა ზღაპრებით აზროვნების რომ დამთავრდა, ის რომ თითქოს რაღაცა ეგ ვიღაცა ამერიკის შეერთებული შტატები ან რომელიმე სხვა ქვეყანა მნიშვნელობა მაინც და მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ არის, რომ აი ვიღაცის გამო რაღაცა შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გააკეთოს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხო? ანუ ჩვენ აი 30 წლის განმავლობაში თითქმის სხვადასხვა ხან რომელი იმპერიის ქვეყნის პროპაგანდის ქვეშ იყო მთელი ქართული საზოგადოება და რაც კეთდებოდა ქართული პოლიტიკური ელიტის ხელით, ხო? ანუ ჩვენ არასდროს აი ამ 30 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წელს თავიდან დამოუკიდებელი სუვერენული ეროვნული ინტერესების გამტარი პოლიტიკის წარმოების საშუალება არ ჰქონდა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მართავდა უცხოური დაუშვათ ინტერესების გამტარი. არა, ეს რთული ასახსნელია, იმიტომ რომ ნახე, ვიღაც ოპონენტი იტყვის, რომ ჩვენ როგორ არ ჰქონდა. უბრალოდ ერთი არის წარმოდგენა სამყაროზე. რანაირია სამყარო? სამყარო არის ცივილიზებული სამყარო, პროგრესული სამყარო. ეს არის ისტორიის სწორი მხარე, ესეთი დანახვა არსებობს, სადაც არსებობს უნივერსალური წესები, ადამიანის უფლებებია, მოკლედ ლიბერალური დემოკრატიის 64 და ჯუნგლები, ხო? აი როგორც მეორე მხარე არის ავტორიტარიანობა, ჩამორჩენა, სიბნელე, უარგისობა და შენ გახარ ძალიან თავისუფალ, ყოველგვარ შეუზღუდავ არჩევანზე და ბუნებრივია რომ უნდა აირჩიო ეს ნათელი მხარე, ხო? და შესაბამისად შენი ეროვნული ინტერესი არის პირველი ამ არჩევანის უზრუნველყოფა, მეორე შენ როგორც რაღაც იქ ჯუნგლებიდან გამოსული საჭირო არის, ხო? და აიბანო, ჩაიცვა და ჩააბარო ეს გამოცდები და იყოს შესაბამისი აი ამ სივრცის მიმართ რომ მიგიღონ, თუ არ გიღებენ პრობლემა შენშია და არა მათში, ანუ შენ არ ხარ ესე იგი მზად ნებისმიერ შემთხვევაში და საჭირო არის ყველაფერი იმის გაკეთება, რაც საჭირო არის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ანუ ესეთი წარმოდგენა არსებობს სამყაროში. პროპაგანდის შესაბამისად შენ ახსენებ ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ რომ რაღაცამ თქვა, რომ აი ეროვნული ინტერესები როგორც ცნება დაბრუნდაო პოლიტიკურ განზომილებაში და როგორ კაცო როდის იყო გაუქმებული. ამიტომ შენ როცა ახსენებ ეროვნულ ინტერესებს, ანუ ეს არის ეროვნული ინტერესი, რომ შენ აირჩიო, გააკეთო სწორი არჩევანი. უბრალოდ ეგ არის ტოლობის ნიშანი. უბრალოდ გამოხდა ხანი და ჩვენ ბრუნდებით იმ რეალობაში, რასაც ახლა მთელი გადაცემა აღწერთ, რომ სინამდვილეში სამყარო არის თურმე სხვანაირი. თურმე და იქ სხვადასხვა პოლკოვნიკის აღიარებით, თურმე ეს ყველაფერი ლიბერალური დემოკრატია, იქ რაღაც სხვადასხვა ღირებულები გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იმ ქვეყნებმა თავიანთ ეროვნულ ამ შემთხვევაში ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს მიაღწიონ, რომ მათ ყავთ კონკურენტი, ეს კონკურენტი უნდა იყოს შებოჭილი, შებოჭისთვის საჭიროა რომ მის საზღვრებთან ჩამოყალიბდეს მის მიმართ ანტაგონისტური მტრული დამოკიდებულება და შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაგარეთ 90-იან წლებში ქონდა სეპარატისტული მოძრაობები, ქონდა ეთნო კონფლიქტები, ქონდა ომი, სამოქალაქო ომი, შემდეგ სხვადასხვა ტიპის ომი და დაპირისპირება, ჩვენთვის ეს ბუნებრივი ბრძოლაა, ჩვენთვის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის, მაგრამ აღმოჩნდა ვინც ამას არ ამბობს, ეს მისთვისაც ხელსაყრელია, იმიტომ რომ ის დაინტერესებული, ამიტომ გააძლევს შენ ფულს, ჯარს, შეიარაღებას, რომ მას სჭირდება იმის საზღვართან ამ ტიპის მეომარი დაჯგუფება. ეს მარტო საქართველოს არ არის, ამბობს აღმოჩნდა რომ პირველ რიგში ეს არის უკრაინა, ეს არის ბალტიისპირეთი, ნებისმიერი სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ მან გეოპოლიტიკურად ეს უნდა შეაკავოს. პრობლემა აქ ის არის, რომ ესეთ ომში ესეთი პატარა ქვეყანა, დიდ დანახარჯს იწვევს, უბრალოდ შენ ნადგურდები და საერთოდ შენი ეროვნული ინტერესები ცალკე ქართული თვითყოფად ეს დიდი ხანი აღარ გაქვს, შენ უბრალოდ გაუტოლე. მე ერთადერთი ვარსებობ იმისთვის, რომ იქ სადღაც აი ეს ფუნქცია რაც დამეკისრა, ეს ფუნქცია მე შევასრულო, ხო?
საჭადრაკო პარტიაში ხა ცალკე პაიკი არიგებს ის აუცილებლად უნდა შეეწიროს და მე მსხვილი ფიგურები რაღაცას მოიგებენ რაღაც მდგომარეობამდე მივლენ. უცებ აღმოჩნდა რომ ეს სამყარო ეგეთია. ხა ჩვენ ცხოვრობთ პერიოდში და ბოლო 4 წელია მიდის დავა რომ როგორია ეს სამყარო. შენ გეუბნებია რომ ეხა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ჩვენ იცი რომ ჩვენ ვართ რუსი პროპაგანდისტები. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის კრემლში დაწერილი, რუსეთში დაწერილი, ამას სიამდვილეში არ გააჩნია და სამყარო არის აი ესეთი. ნამდვილი, ნათელი, სადაც ევროკავშირის კარი არის ღია, ჩვენ კაკუნიც არ გვიწევს, უბრალოდ უარს ვიძახით აი აქ შესვლაზე რა. ეხლა უბრალოდ დაიწყო პროცესებმა ხდომილებმა, ანუ ამერიკის ახალი დოქტრინაა. იქ განცხადებები, USAID-ის დახურვა, მარკო რუბიოს, კაი, ვიღაც პოლკოვნიკი დღესაც წავიკითხე, ყოფილა კრემლის პროპაგანდისტი ასევე. ტრამპის აგენტი, ანუ იცი ტრამპი უფრო მეტი აგენტია, მაგრამ აი მარკო რუბიო, რომელიც იძახის, რომ არა, ჩვენ აღარ გვექნება რაღაც რბილი ძალას აღარ გამოვიდეთ ქვეყანაში. ან პირდაპირ ვეურთიერთებით, ჩვენ არ შევქმნით ცალკე Excel-ს, რომელიც აი თქვა დაეხმარება ქვეყნის ჩანდაცვის სისტემას. ჩვენ პირდაპირ იმ ქვეყანას დავეხმარებით, ან არ დავეხმარებით. ანუ ეს აღიარებები სერიოზულად არყევს ამ წარმოდგენას. ანუ შენ გაქვს თუ არა იმედი იმისი, რომ ერთჩვენიერ დღეს უბრალოდ აი ძალიან ვიწრო სექტანტების გარდა რომლებიც მე იპოვიან რომ ის რა დააბრალონ უმრავლესობა დღეს ამ ანტაგონისტურად განწყობილი ხალხის უბრალოდ აღიარებს რომ კი თურმე სამყარო არის სხვანაირი. სხვაგზა უბრალოდ არ არსებობს ეს მათთვის თუ გაჩნდება საკმარისი ინფორმაცია და რაღაცა ხდომილებები რომ მათ ერთჩვენიერ დღეს თქვა რომ კი მარტო ის კი არა რომ დაუმარცხდით ეს ადვილია. ეს ამას საზომი გააჩნია დაამარცხდი წააგე. ანუ ერთჩვენიერ დღეს აუცილებლად იტყვია რომ რუსეთი არის ბოროტი, მაგრამ მან გაიმარჯვა. უკრაინა იყო მართალი, მაგრამ ის დამარცხდა. ანუ ამის თქმა ადვილია რა. იმიტომ რომ ბოლოს რა თქმა უნდა სიკეთე გაიმარჯვებს როგორც ქართულ ანდაზაშია, მაგრამ აი მიმდინარე პროცესში ეს მოხდა. ხა რას ვიზავთ ხა საბჭოთა კავშირს ხო ქონდა ჩეხოსლოვაკია დაპყრობილი, რაღაცა უნგრეთი ასე შემდეგ. ეს ამას იტყვიათ, მაგრამ ის რომ სამყარო არის არა კეთილი და ბოროტი, არამედ უბრალოდ იმპერიები და თავისი ინტერესები. გაქვს თუ არა იმედი რომ ამას ოდესმე აღიარებ? მაინც იგივეს ვიტყვი რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ნაწილი რა თქმა უნდა დარჩება ისე თავის აზრზე. მე მგონია რომ ძირითად ნაწილს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს და მე გულისხმობ აი იმ ხალხს, მე გულისხმობ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა მსხვერპლი არიან პროპაგანდისა, როდესაც რაღაცა ვიღაცას უსმენენ იქ, რა ვიცი, რომელიღაცა პროპაგანდის და ამისგან მისი ნათქვამიდან გამომდინარე რაღაც წარმოდგენები აქვთ სამყაროზე. იქაც გადაწყდება ეგ საბოლოო ჯამში. უბრალოდ ამას სახელმწიფოს მეთოდური მიდგომა ჭირდება. იმის პირველ რიგში სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ შეიძლება ყავდეს რაღაცა რამდენიმე ათეული თუ ასეული ათასი ადამიანი, რომელიც სამყაროს აღიქვამს იმფერებში, როგორც დედაც ახლა ჩვენ საუბრობდით, ხო? მაგრამ იმ პროპაგანდისტებს, ვინც ამ ყველაფერს ეს ყველაფერი მიქონდათ აი ამ ადამიანებისთვის, ვინც აწვდნენ ამ ყველაფერს, იმათთვის ეს ყველაფერი გასაგებია, ისედაც მათ ეს ყველაფერი ისედაც იცოდნენ, რომ სამყარო არ არის კეთილისა და ბოროტის ჯახი. მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმით, უბრალოდ მათ სხვა ინტერესი ჰქონდათ, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდნენ, ხო? ის რომ დაუშვათ ქართული საზოგადოება მეტაკლებად ხვდება და უფრო მეტად ხვდება პრინციპში, ვიდრე იგივე ევროპული საზოგადოება. ზუსტად აქ თქვენ სტუდიაში უქონდა საუბარი ერთ-ერთ გადაცემაში ადრე, რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ ის, რომ დაუშვათ აი ის სამყარო, რომელიც ჩვენ ახლა საუბრობდით და რომელიც დაინგრა პრინციპში, ხო, და ამ გრევის მთავარი ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატები არის, რომელმაც გადაწყვიტა თპი მიზეზების გამო, რაზეც თქვენ ჩვენად ახსენეთ და ისაუბრეთ, ხო, გადაწყვიტა, რომ ეს რაღაცა ბარგი, რომელიც მას უკვე ხელს უშლიდა, ხო, გადაადგილებაში მოეშორებინა, ხო, მთავარი ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატები არის და ჩვენ მოვახერხეთ მათ შორის ბევრ შეიძლება ჩვენზე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე ადრე მოვახერხეთ და აუღეთ იმ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არის, ხო? ქართულმა საზოგადოებამ შეძლო ეს, ხო? ანუ ის რომ დაუშვათ ის ცდელობები აი ამ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების არაერთი ცდელობა, იქ რაღაცა 2 თუ 3 არჩევნები, სადაც ყველანაირი ჩარევა იყო გარედან, რაც კი შეიძლებოდა მათ შორის
ევროკავშირიდან მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან როდესაც მისი ის ადმინისტრაცია იყო ბაიდენის ადმინისტრაცია მართავდა მას ამ ყველაფრის ფონზე ქართულმა საზოგადოებამ ყოველთვის სწორი არჩევანი გააკეთა და აი ამ რაღაცა ბეწვის ხიძე თხილად ძალიან სწორად გაიარა ხო ეს იმას მიანიშნებს რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი ნათელია და ქართულმა საზოგადოებამ მიცის რომ ეს რაღაცა ბნელი და ნათელი და კეთილი და ბოროტის დიქოტომია ეს არის რაღაცა გამოგონილი დიქოტომია რომელსაც ცდილობდნენ მისთვის დაეჯერებინათ ხო ის ნაწილი მათ დანარჩენ ნაწილს რომელიც ამის პროპაგანდაში იყო ჩართული ვინც დაუშვათ იმ დაუშვათ აი USAID-ის პროგრამის დაუშვათ აქ წარმომადგენელი იყო და ცენტრიდან მომავალ რაღაცა იდეოლოგიას ნერგავდა ხო იმათ სხვა გზა არ აქვთ იმათ ისინი საკუთარ თავს ვეღარ ხედავენ აი ამ ახალ წესრიგში მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ სხვა მათ მხოლოდ ერთადერთი რაღაც იცოდნენ რომ აი ამ USAID-ის პროგრამებით რა დაკვეთაც იქიდან მოდიოდა რა message box-ის იქიდან მოდიოდა ის უნდა გაეკეთებინათ ხო ანუ ძალიან მარტივად აი მაგალითად გავიხსენებ რესპუბლიკური პარტიის 2016 წელს როდესაც მათ კოალიცია დატოვეს ქართული ოცნება ხო არჩევნებში მე როგორც მახსოვს მე მგონი არ ვწდები ხო მათ ღიად გამოხატებს ხარდაჭერა LGBTQ ადამიანების მიმართ ხო აი ძალიან მარტივად რომ აი პრაგმატულად როგორც პოლიტიკური პარტია ხო პრაგმატულად უნდა ფიქრობდეს პროგრამულად უნდა აზროვნებდეს და თავის მოქმედებასაც რაღაცა რაციონალიზმი და პრაგმატულობა უნდა დაურთოს საფუძვლად ხო არჩევნებში რომ მონაწილეობას იღებს საქართველოში პოლიტიკური პარტია რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ღია LGBTQ ადამიანებისთვის ხარდაჭერის გამოცხადება ხო არანაირად ეს ყველაზე წამგებიანი რამეა რაც შეიძლება ალბათ გააკეთო წინასაარჩევნო პროცესში ხო საქართველოში მაგრამ მათ ეს გააკეთეს ეს იმიტომ კი არ გააკეთეს რომ ისინი ვერ ხვდებოდნენ რომ ეს არ იყო პრაგმატული ან რაციონალური საქციელი და მათ საარჩევნო ხმებზე ისედაც ყველაფერი ხარდაჭერა არ ქონდა და იმასაც კი გაუნულებდა ხო არამედ ეს იყო რაღაცა კონკრეტული შინაარსის მქონე გარედან შემოტანილი თემა რომლებსაც ისინი იძულებული იყვნენ რომ ეს თემა არა ძალიან კარგი რაღაც გაიხსენე ხა რომ დაფიქრდე ამის გაკეთებას ან ჯესეც ამას უგულში ატარებ სადაც ტაქტიკურად გიწევს კოალიციაში ყოფნა, სადაც ვერ ამობ. როგორც კი ამისგან განთავისუფლდი, სხვაშორის გავთავისუფლდეთ ეგეთი სლოგანიც კი ზუსტად რომ გადახია პლაკატი, ხო? როგორც განთავისუფლდი, ნიცუჩივე ეს ამოთქვა. მაგრამ იმაში რაც ამოთქვა ეს გულისნადები, აქ ჩანს სწორედ ეხა რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, ადამიანის ამ აზროვნების არქიტექტურა. ის ფორმატი როგორადაც ის აზროვნ. ისინი ამბობენ რომ ესე იგი პოლიტიკოსის დანიშნულება ის კი არა რომ უმრავლესობა მოიმხროს და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები, ააშენოს სახელმწიფო როგორადაც წარმოუდგენია, არამედ მან ატაროს რაღაც ღირებულებები და იყოს ამისი აპოლოგეტი ესე ვთქვათ. მაშინ გააკეთე NGO რა გინდა პოლიტიკაში. მეორე, შენ სწორება გაქვს არა ქართველ ამომრჩეველზე დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც შეგჭირდება ხმები. შენ გაქვს სწორება არა ამაზე, არამედ შენ გაქვს სწორება დონორზე, ან მაინც NGO-შნიკი ხარ. შენ გაქვს სწორება დონორზე იმ ღირებულებებზე, რაც იქიდან მოყვება და კიდევ ერთი გამოსაზომ გენელი არის ის, რომ შენ არ გაქვს ცალკე დამოუკიდებელი იმ მასშტაბის ინტელექტი, რომ მიხვდე, რომ ხوار ხდება ამითი რამის ინსტრუმენტალიზება. რატომ გიყენებენ შენ იმისთვის, რომ შეიტანო ეს განსხვავებულობა აი ამ დემოკრატიულ პროცესში. ეს ხო არ არის უბრალოდ რაღაც გაერთიანება საფარი, ბაიე პატარაია, ზის, იცავს რაღაც დაზარალებულების უფლებებს ამ კუთხით კარგ საქმეს აკეთებს. ხო აი ამ ნაწილში, მაგრამ შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ ეს NGO-ც ამიტომ არსებობს, რომ ბოლოს უნდა მოხდეს პოლიტიკურ დღესასწაულში ამის ინსტრუმენტალიზება რა. ის უნდა იყოს რაღაცის გამტარი. ეს საზოგადოებრივ ქსოულზე უნდა არსებობდეს ესეთი უჯრედები. ანუ ეს გამოჩნდა ამ შემთხვევაში, ხო? მოდ მე მგონია რომ აი არ ვიცი ხა დიდი წარმოდგენის არ ვარ არც და ლევან ბერძენიშვილზე არ დავით უსუფაშვილზე. იქიდან გამომდინარე რასაც აკეთებდნენ ხა პირველად არავის არ ვერჩი, მაგრამ თავის საქმიანობიდან გამომდინარე, რა ვიცი 30 წლის განმავლობაში მტრობდნენ ამ ქვეყანას. ხო ხა მაშინაც, როდესაც ისინი სააკაშვილს ებრძოდნენ, ხო და კოალიციაში იყვნენ, ეს ჩემპიონატ დამოკიდებულება ზოგადად რესპუბლიკურ პარტიასთან და ხალხთან ვინც მას ხელმძღვანელობდა მაშინ უბრალოდ მე ისეთ ცუდი წარმოდგენა არ მაქვს რომ ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ მათ ჰქონდათ შესაბამისი ინტელექტი რომ ეს ყველაფერი კარგად გაიაზრებინათ მიხვდარიყვნენ თუ რა ფუნქცია ჰქონდათ მათ და რისთვის აკეთებდა ის გარედან
დამკვეთი რისთვის აკეთებინებ და მათ ამათ რასაც ისინი აკეთებდნენ. უბრალოდ სხვა ფუნქცია მათ არ აქვს. რა ფუნქცია შეიძლება? შენაო უფრო განზრახ აკეთებდნენ, მაგრამ ის ხო ეუბნებოდა რომ თუ კი შენ იღებ ამ სოფხედელობას, ნახე, ვარსაოს ეს შავი და თეთრი და შენ თუ ნათელ მხარეზე ხარ და ნათელი მხარე გეუბნება რომ სწორი, აი ამიტომ რაღაც არგუმენტებს გეუბნება რომ ეს არის სწორი, თქვენი აპოლოგეტები უნდა იყოთ და მე ამ სიბნელეს გატეხავთ და ეს არის თურმე პარტიის დანიშნულება ამას რო გეუბნება. შეიძლება მართლა ჯერ ამნაირი სამყაროს არ ყოფნის მეტი ინტელექტი. ეხლა მე ერთის მხრივ საზოგადოების დიდი ნაწილია, რასაც შენავ იმას კარგად მიხვდა, როდის ხდება გარკვეული დღის წესრიგის ინსტრუმენტალიზება. ანუ ის იგივე მზია ამაღლობელი, ის კი არა რომ მზია ამაღლობელი გული შეთქებოდ. მათზე გული შეთქებოდა და სხვა რაღაცებს გააკეთებდნენ და სახში იქნებოდა. მაგრამ არა. მას უთხრა რომ შენ მანდ უნდა იჯდე, იმიტომ რომ საჭირო არის დღეს იქ სახაროვის პრემია და მოწამეობა და ეს ყველაფერი სალაპარაკო უნდა გქონდეს. ეს არის მარტივი მოცემულობა და ძალიან კარგად იციან რომ ესეა, მათ ჭირდებათ სპეციალურად. ლაპარაკი იმაზეა რომ ისინი ამას ერთის მხრივ კი ხვდებიან, რომ მაგრამ შეერათ ამისი. მაგრამ მეორეს ხალხი ამას ხვდება, როგორ არის აწყობილი. მაგრამ ხალხმა ამავე დროს სხვა რამეც იცის, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ტყავზე გადავიტანეთ, ხო? ჩვენ ნახეთ ეთნონაციონალიზმის შემოტევა, მე ამ რაღაც დასავლური ფეტიშის შემოტევა. ეს იყო ის სახადები, რომელიც ჩვენ ავიცერით, მოვიცილეთ და გავიარეთ. და მაგრამ ადამიანების ბევრს კიდე ცოცხალია, ხო, ქვეყანაში მეც მახსოვს და კიდე უფროსებს მით უმეტეს ის დრო, როდესაც საბჭოთა კავშირი რო ინგრეოდა და ეროვნული მოძრაობა რო იყო, რა წარმოდგენები არსებობდა მაშინ სამყაროს. ანუ კოლექტიური გონი მაშინ იყო, რომ ჩვენ ბორჯომს გავყიდით და ვიცხოვრებთ, ბანდარინს გავყიდით, სამტრედიაში შეგვიძლია დავყიდოთ რკინიგზა და საერთოდ ბლოკადა გამოუცხადოთ თელ საბჭოთა კავშირს. ანუ ჩვენ გვახსოვს და ეს ჩვენი წარსულია, ამას ვერ დავივიწყებთ, ეს ავია თუ კარგია ესია, რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე იყო ძალიან მიამიტური. რა ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ დახურულ სტერილულ გარემოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, სადაც არსებობს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მათაც არანაირი ნდობა არ არსებობს, სისტემის მიმართ უკვე ნდობა არსებობს, ელემენტარულ საჭიროებებს უკვე ვეღარ პასუხობს და გამიჯნულია მართლობა და რაღაცა კონიუნქტურა უკვე რეალური საზოგადოებისკენ. ერთის მხრივ ბუნებრივია მის მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ შენ არც იცი როგორ სხვა ალტერნატივა რა არის. შენ ამის არც გამოცდილება გაქვს, არავინ არ მიგიშვა ღუმელთან ესე ვთქვათ. შენ ეს არ იცი. უცების ინგრევა შენ აჰა მარტო შენი ქვეყანა და რა თქმა უნდა ეს არის და ამიტომაც ჩვენ გავიარეთ რაც ჩამოუთვალეს სამოქალაქო ომი, გაჭირვება, შიმშილი, ეკონომიკის ნგრევა, 1000 უბიდურება და ეს საბჭოთა ეკონომიკა ვერ გადავაწყვეთ და ამას დაჭირდა 30 წელი და მეტი, ხვდები? და ეხლა რა კი ჩვენ ეს ძალიან ძიმე 30 წელი გავიარეთ და რაღაც ცოდნა მივიღეთ და თუ ამას დავუმატებ, რომ ამას ნიადაგი ქართული სახელმწიფოებრების რამდენიმე 1000 წლიანი ქონდა და ეს ისტორიული მეხსიერება და იდენტობა არსებობს. ჩვენ უფრო ადვილად გავერკვიეთ ეხლა სად ვართ და რაში ხვდებით. და ამიტომ უფრო ადვილად გამოჩნდა იმათი თუმცა ეს შეტაკება არსებობს, წინააღმდეგობა არსებობს, იმიტომ რომ არსებობს დაფინანსება, არსებობს ქსელი. ეს მეტი არაფერი არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, რომ საზოგადოებრივ მიზანი არის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და რა თქმა უნდა იმის მარკეტინგული ხრიკით, რომ ეს არის პროგრესული, ეს არის უპირატესი და დანარჩენი ყველა არის ბნელი. მაგრამ აი ამ ომმა და ამ ომში თავი ომი არ არის და თავი რუსეთი ვიცით ყველამ რომ შეიჭრა უკრაინაში ეს ყველაფერი დაარღვია თავს დაესხა და შემდეგ აქ თავი არის ამ ომში შემდეგ როგორ მოიგერია უკრაინამ ეს თავდასხმა მაგრამ შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ომი აი ამ ომში როგორ მოიქცა დასავლეთი როგორ მოიქცა ევროპის ქვეყნები ნუ მათ წააკეზეს უთხრეს რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და მათ ჩაესახათ იმედი რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება იყო რომ მათ განედევნათ რუსეთი თავიანთი ტერიტორიიდან, თორე გასაგებია რომ ეხა ატომური სახელმწიფოს დედაქალაქს ეხა ბერლინივით ვერ აიღებდნენ, მაგრამ იყო შანსი გაქვთ რომ თქვენ ეს მოიგოთ ომში ამ გაგებით. მათ ეს დაიჯერეს, იომეს, დაიხოცა უამრავი ადამიანი და დღეს ჩვენ ხედავთ რომ ისინი მიატოვეს ამ კუთხით. ყოველთვის ზოგმა მიატოვა, ზოგმა ჯერ არა, რაღაცა ეს პროცესში ვართ. მაგრამ ის რომ ხვალდაზე რამე უკეთესი მოხდება და გარდატეხა უკრაინისთვის სასიკეთოდ მოხდება, ეს არ ჩანს. ანუ უკრაინის მაგალითი რაც იქ ხდება, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ჯერ კიდე ცალსახად შეფასებული არა, ზოგჯერა მე დღესაც რომ ნახულობ, მართლა თვალებს არ უჯერებ, მაგრამ მართლა სერიოზულად ვკითხულობ, რომ ცოტაც და უკრაინა გაიმარჯვებს. ძალიან ძნელია და ძალიან მიჭირს გავიგო, ეხა ამას რა უნდა ველაპარაკო ეს ადამიანს, მაგრამ
ну ადრე თუ გვიან რაღაცა მოცემულობა დადგება. ხო, 10 წელი გავა, 21 წელი გავა, რაღაც ხო მოხდება და შეიცვლება. რა ხდება შემდეგ? ეს როგორ აისახება საქართველოს? ის დაპირისპირება იწინააღმდეგობა რაც არსებობს ჯერ კიდე ქვეყნის შიგნით, მოდი ესე დავსვათ ეს საკითხი, ეს არის დაპირისპირება ორ სამყაროს შორის. ახალ და ძველ სამყაროს შორის, სადაც ძველი სამყარო აპრიორი დამარცხებულია, იმიტომ რომ ძველი სამყაროს გრევა არ მოდის, კი მოდის მიზეზები გასაგებია, რომ არის აქ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სამყაროს გრევა გადაწყვიტა იმან, ვინც ამ სამყაროს ცენტრში არის, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ აქედან გამომდინარე, ეს სამყარო აი ეს ამ ბრძოლაში ეს ძველი სამყაროს ნარჩენები, ასე ვთქვათ, ცუდი კონტექსტით არ ვამბობ, ნარჩენები აუცილებლად წააგებენ. ეს არის პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ის იმ ადამიანებს, ვისაც დღესაც კი ჯერათ იმის რომ რა ვიცი უკრაინა რა ვიცი ხვალზე თუ 1 წლის შემდეგ შეძლებს რუსეთის დამარცხებას იქ და უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთის განდევნას აღმოჩნდებიან ძალიან დიდი იმედგაცრუების წინაშე და ალბათ ეს რა ვიცი მთელი ცხოვრების ის იქნება რაღაცა ტანჯველი იმედგაცრუება მათთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ჩვენ ქართული სახელმწიფო დღეს ალბათ დგას ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის წინს, როდესაც ჩვენ მართლა შევძლებთ აი ამ 30 წლის ამდენი უბედურების, ამდენი ომის, რაღაცა სისხლისღვრილის, შიმშილის, დიქტატურის სააკაშვილის რეჟიმის სახით, ამის შემდეგ რაღაცნაირად ჩვენ მართლა შევძლებთ ავაშენოთ რაღაცა სუვერენული ეროვნული ინტერესებზე გათვლილი სახელმწიფო, სადაც ამ ყველაფერს იძლევა პირველ რიგში მრავალპოლუსიანი სამყარო, ხო? ანუ როდესაც არსებობს ერთი პოლუსი, ჩვენ მათ შორის რუსეთის და ამას მისი პუტინის ადმინისტრაციაც კი დღეს აღიარებს, რომ ისინი მიყვებოდნენ, უჯერებდნენ ამერიკელებს, ხო, ამის არაერთხელ აქ პუტინის თქმით, ხა რამდენად გულწრფელი იყო ამას შეგვიძლია სხვა ამბავია და შეგვიძლია სხვა დროს ვსაუბროთ, მაგრამ პირდაპირ ღია დამობდნენ, რომ მათ სურდათ მათ შორის ნატოში გაწევრიანება, ხო, ანუ პატარა ქართული სახელმწიფო ვერ აღუდგებოდა რაღაცა დასავლურ ჰეგემონიას წინ. აქედან გამომდინარე, დღეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო, ხო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც საკუთარი ინტერესები დარჩება და ეს ინტერესები დღეს შეიძლება ბევრად ჯანსაღი იყოს, ვიდრე იყო დაუშვათ აქამდე, ხო, იმიტომ რომ ის სისტემა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა თავისი USAID-ები, თავისი რაღაცა საერთო სავალუტო ფონდები და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში პრობლემა თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გახდა და ცენტრი, საიდანაც ეს ყველაფერი მოდიოდა, მისი ჭამა დაიწყო. ხო, აქედან გამომდინარე, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი შეიძლება ბევრად ჯანსაღი აღმოჩნდეს და ბევრად პრაგმატული აღმოჩნდეს, მათ შორის შეიძლება ქართული სახელმწიფოსთვისაც, ხო, არც ანუ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ამ მრავალპოლუსიან მსოფლიოში მაქსიმალურად ბევრი უნდა გამოვივაჭროთ, ვივაჭროთ ყველასთან, ვივაჭროთ ჩინელებთან, ვივაჭროთ ინდოელებთან, ვივაჭროთ ამერიკელებთან, ვივაჭროთ ევროპელებთან, ოღონდ იქ როდესაც ადეკვატური ხალხი მოვა, იმიტომ დღეს აზრი არ აქვს, უბრალოდ ვერ ივაჭრებ იმ ხალხთან და მათ შორის უნდა ვივაჭროთ რუსებთანაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ყველასგან წამოვიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სასარგებლო და თუ ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ სწორად, რაღაცა იუველური სიზუსტით, რომ ამერიკელების, რუსების, ჩინელების, ინდოელების და სხვების, რომლებსაც აქვს დაუშვათ საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, აქვს საკუთარი ინტერესები საქართველოს მიმართებაში, რაღაცნაირად აი ამ დაპირისპირების, მათი ინტერესების ერთმანეთთან შეჯახების ნაცვლად რაღაცა ისეთი მშვიდობის მოდელი შევთავაზოთ აი ამ ქვეყნებს, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათ ინტერესშიც, რა თქმა უნდა, და იქნება ქართული სახელმწიფოს ინტერესებშიც, იმიტომ რომ ჩვენ კი ამ ყველაფერს თავი დავაღწიეთ ამ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ხო, აი ომს თავი დავაღწიეთ, სახელმწიფო გადატრიალებას თავი დავაღწიეთ, მაგრამ მთელი რიგი გამოწვევებით დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე. პირველ რიგში ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამის შემდეგ ეს არის ეკონომიკური განვითარება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კვლავაც ჯერაც არსებობს ძალიან დიდი და ძალიან ცუდი სოციალური ფონი ქვეყანაში მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ხო, რაც თვალნათელია რამდენიმე წელი უკვე ბოლო, მაინც არსებობს ერთი ის რომ ეს ნაკლებად აისახება რიგითი ადამიანების ჯიბეებზე, ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სწორი პოლიტიკა, რასაც ასევე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ რაღაცნაირად აი ამ შუადერეფნის ჭრილში მოვიაზრებთ, ასევე მოვიაზრებთ როგორც რაღაცა ჰაბი, სადაც სატრანსპორტო კვანძი უნდა გადიოდეს საქართველოში, ეს ძალიან სწორია და ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა შეძინოს საქართველოს საკუთარ თავს. გასაგებია, დიდი მადლობა ცოტა სტუმრობისთვის.
მივედით ჩვენ იმ წერტილამდე, რომ თუ ეს სამყარო იცვლება ჩვენთვისაც, აქ უკვე ახლებურად არის რა არის ქართული ეროვნული ინტერესი გადასააზრებელი და ალბათ უახლოეს პერიოდში, წლებში, აი ამ პირობებში ჩვენ ამას მოვახერხებთ. დიდი მადლობა, ჩვენ ეთერში დავბრუნდებით შემდეგ კვირას.